გამარჯობა დედი. თბილისი. თიაკო, შეცაგზა. რამდენი ხანი არია. ჩაბარე და დაგელოდები. Liam მოყერაშვილი. ველოდები ბებო დავაწვინო საღამოთი რომ ჩავთო და საქართველოს უყურო და საქართველოსთან რამე გავიყო ინფორმაცია და ეგ ხდება ისა. ყოველთვის კი ვართ მონატრებული და ეგ არის აქ სხვა სიხარული არ გაგვაჩნია და მე ის ჩემი წილი საქართველოს დავწერა. აი ეს კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს ხვის ოჯახში. ოჯახები ერთად ცხოვრება. ჩვენ ცხოვრობთ ერთ კონტინენტზე. ზოგი ოჯახები სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობს. დავუშვათ ევრაზიის კონტინენტზე დატოვის ქმარშვილი და ამერიკის კონტინენტზე წავიდნენ, ავსტრალიის კონტინენტზე წავიდნენ. რაც შეეხება ჩვენს აქ ყოფნას, ჩვენ აქ ნამდვილად თავს ვერ ვგრძნობთ კარგად. ვერ ვგრძნობთ კარგად არ არის ის სიტყვა. ჩვენ აი დადიხარ სხვის მიწაზე, რომელმაც მიიღო, მართალია მიიღო, მოგცა სამსახური, მოგცა თავშესაფარი, მოგცა ყველაფერი რა, რაც გჭირდება შენ და შენს ოჯახს. მოგცა იმდენი, რომ შენს ოჯახს საქართველოში არშია, არცევა და არც ყურია. მაგრამ შეხედეთ ხალხო, ეს არ არის ის, რაც შენ გინდა. აქ სხვის მიწაზე დადიხარ და ვერ გრძნობ იმ მიწის სითბოს. აქ სხვის მზის ქვეშ დადიხარ და ის მზე არ გათბობს. სხვისი წვიმა გაწვიმს და არ გასვენებს ისე როგორც ქართული წვიმა. აქ სხვანაირად გალბინში წერები, აქ სხვანაირად რეკენ ეკლესიის ზარები. აქ არ არის ის, რაც საქართველოშია იქ შენ გრძნობ, რომ ყველაფერი ფეხის ნაბიჯზე შენიანებთან ხარ, ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც გიფარავს ზეციდან, რაღაც გიფარავს მიწიდან, რაღაც გიფარავს გვერდიდან, აი რაღაც ის მფარველი ანგელოზიის ქრისტიანული მართლმადიდებლური ძალა, რომელიც აქ მე მაგალითად აქ ვგრძნობ თავს, აი თითქოს ჩაძირულ წყალქვეშა გემის ერთადერთი გადარჩენილი ეკიპაჟის წევრი ვარ, რომელსაც საშველი არ საიდან არა. ბევრი ვართ აქ ქართველები, ძალიან ბევრი ქალები, მამაკაცებიც. Ну, არ ვიცი, ხა მე არ ვეხები მათ საქმიანობას, მათ იმას ზოგი პატიოსნად შრომობს, ზოგი სულ არ შრომობს. შენი ჭირდება ვიღაც ქართველს შეხვდე და ელაპარაკო. ეს არის აუცილებელი, ეს არის იმისთვის, რომ შენ როგორც პიროვნება არ დეგრადირდე, არ დაეცე მორალურად. ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ისაუბრებ ყველა თემაზე, იმიტომ რომ იმას იმდენი პრობლემა აწუხებს, რომ შენი მოსმენის ინტერესი საერთოდ არ აქვს. იმას იმდენი სატკივარი აქვს, იმდენი საფიქრალი აქვს სახლში, ოჯახზე, მშობლებზე, დედმამიშვილებზე თუ შვილებზე თუ ყველაზე, რომ საერთოდ ვერ გისმენს, არ გისმენს კი არა, ვერ გისმენს. ვგრძნობ, რომ გისმენენ ქალები, ესაუბრები, მაგრამ აი იქ არიან ფიქრით, საქართველოში არიან. ჩვენი ყველა მოძრაობა აქ არის როგორც რობოტის, აი კი არ ვფიქრობთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ვფიქრობთ იმას, რაც აკეთებენ ჩვენები. მე ყოველ წუთში, ყოველ წამში ძილშიც კი ვფიქრობ, რას აკეთებენ ახლა რას აკეთებენ, ახლა როგორ არიან, როგორ ჭამეს, რა ჭამეს, ხო არ შესცილად, ხო არ მოშივდათ, ხო ჩაიცვეს თბილად სადღაც რომ წავიდნენ. ეს ყველა ქართველის სატკივარია, რომელიც ქვეყნიდან არის გასული. ყველასი აბსოლუტურად ქალის და კაცის, პატარა გოგოს თუ დიდი ბიჭის. იმიტომ რომ ყველას ტკივა საქართველოს, მე ყველას თვალებში სევდას ვხედავ. მე ყველას თვალებში მონატრებას ვხედავ, მე ყველას თვალებში ნოსტალგიას გაცინებულ ღიმილთან ერთად ვხედავ ცრემლიან თვალებს. ვითომ გაღიმებული ცრემლიანი თვალებით დადიან ჩვენი ქართველები უცხო მიწაზე. შენი გინდა, შენ ქვეყანაში გინდა დადიოდე გაცინებული, ჩემ ქვეყანაში მართლა გაცინებული ვარ. როცა წელიწადში ერთხელ ერთ თვიანი შეგულებით ჩავალ, ჩემს შვილებს ჩავაგუტები და ჩემს ნათესავებს ჩავაგუტები, ჩემს სისხლს და ხორცს ვნახავ, ჩემი წინაპრების საფლავებს ვინახულებ. Სამომეყვანა გაჭირვება, იმიტომ რომ სამსახურიდან დამითხოვეს ასაკისგან. მე ვმუშაობდი მერიის აპარატში. წამოვიდით, მაგრამ დავბრუნდებით კი მე უკვე მეშინია. შეიძლება
ვეღარც დავბრუნდე მე ჩემ ქვეყანაში ცოცხალი, იმიტომ რომ ბევრი ჩემი ამხანაგები აქ დაიღუპნენ. თუ ევროპელი პენსიონერები არიან იმის ღირსი, რომ ბედნიერი სიბერე გქონდეთ, იმის გამო რომ მთელი ცხოვრება იშრომეს, ჩვენმა პენსიონერებმა რა დაახშავეს ხალხო? ჩვენი პენსიონერების, ჩვენი დედების და მამების მხრებით აქამდე მოტანილ, დააღლილი მხრებით აქამდე მოტანილ ქვეყანას ხრავენ, ჭამენ და სისხლს სწოვენ და იმან, ვისი წყალობითაც აქამდე მოვიდა ქვეყანა, პენსიას არ აძლევენ ღირსეულს. პენსიას არ აძლევენ იმის შესაბამისად, რომ თავი ირჩინოს, წამალი იყიდოს და არ შესცირდეს მოხუც ზამთარში. ნუ აი მაღალი შენობის წარმომადგენლებს ევროპული სტანდარტის დონეზე აქვს ხელფასები. ხო არაჯობება გაგვესაშვალოებია იმათთვის ცოტა დაეწიათ და პენსიონერებისთვის ცოტა დაემატებიათ. როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეებს შია თუ ჩემს მეზობელს უჭირს. მე ვერ შეჭამ საჭმელს. იტალიელმა პენსიონერებმა, რომლებმაც იმუშავეს საზღვარგარეთ, დაენიშნათ საზღვარგარეთის პენსია, იღებენ იმ პენსიას თავისი ქვეყნის პენსიის პარალელურად. შვეიცარიაში წავედი სამუშაოდ 1953 წელს, ხოლო დავბრუნდი უკან, როგორც კი აქ მუშაობის საშუალება მომეცა 1965 წელს. ღებულობ როგორც შვეიცარიის, ასევე იტალიის პენსიას. მე ის ერთადერთი გზა გამოვნახე, წამოვედი, გამოვიქეც ჩემი ქვეყნიდან იძულების წესით, მივატოვე, ჩემინებით გავიყიდე თავი მონად. არავის არ დაუძალებია არც ოჯახს, არც ნათესაობას, არც არავის. დამაძალა მდგომარეობამ. ბავშვი გახდა, წამის ფული არ გქონდა. სტუმარი მომივიდა, პური არ გქონდა, ელემენტარული. პური და ღვინო. როსტუმრისთვის პური და ღვინო და ყველისნაჭერი გამომეტანა. მე არ ვტყური ვარ, მე მართლაც ვაყარ, შრომა არასდროს არ მეზარებოდა და არც ახლა არ მეზარება. მაგრამ არ იყო საშუალება, არ არის საშუალება. ამ წუთში რა ხდება საქართველოში, არ ვიცი, 8 წელია წამოსული ვარ, მაგრამ არ არის იმის საშუალება, რომ შენი იშრომო. საქართველო პატარა ქვეყანაა ხალხო. საქართველოს ხელა თითო რეგიონი და თითო ქალაქი აქვეყნებს და აწყობილი არიან, როგორ დავიჯერო, რომ ისინი უფრო ნიჭიერები არიან ქართველებზე, არა ვინაცვალი. ქართველებზე ნიჭიერი ხალხი არცად არ არის. ქართველებზე ჭკვიანი ლამაზი და ლამაზი ხალხი არცად არ არის. ქართველები არ მოჭარბებ. მართლა უნიჭიერის ხალხი ვართ. უჭკვიანესი, ულამაზესი. მაგრამ რაღაც გვაკლია, აი მარილი გვაკლია. მარილი გვაკლია, რომ ეს ჩვენი ჭკუა განათლება ბოლომდე მივიტანოთ. ვიღაც და რაღაც გვიშლის ხელს, არა მე მგონი უფრო ჩვენი სიზარმაცე მიზან დაუსახულობა გვიშლის ხელს. ჩვენ არა ვართ მიზან დასახულიერი. რომ დაისახავ მიზანს, აუცილებლად უნდა იბრძოლო ბოლომდე, რომ იმ მიზანს მიაღწიო. მაგრამ ჯერ მიზანი უნდა დაისახო და როცა მიზანს დაისახავ, გზა ყოველთვის გამოჩნდება. საქმე, რომელიც შენ არ გეკუთვნის, უნდა ისახო. სახლი, რომელიც შენ არ გეკუთვნის, უნდა ისახლო. ხალხი, რომელიც შენი არ არის, უნდა იწამო, უნდა გაწამო სხვისმა და სხვისმა მიწამო. ენა, რომელიც შენი არ არის, უნდა ისმინო. ყველა კაპონიზი უცხო ხალხის უნდა ითმინო. უნდა მანაცი გახდე, როგორც ქორი მიმინო, რაც ვთქვით უბერტყვი, ყველაფერი უნდა ითმინო. ყველა ტვინმანი რაც მithქვამთ და რაც არც ითქმება, ყველა სირთულე მუდმივად რომ ისით იქმნება, უნდა ითმინო. სხვანაირად როგორ იქნება? ასია როცა გაყვია თავს, სხვის ინება. უცხოეთში ემიგრაციაში ყოფნა ძალიან ძნელია, რთული, ურთულესი. ტკივილი და მონატრება აეროპორტშივე იწყება, როცა შენი ახლობლების ცრემლიან თვალებს ხედა. გული ყელში გებჯინება, სულში უმწეობას და სიცარიელეს განიცდი. თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსულს კი უკან დაბრუნების დაუოკებელი სურვილი გეუფლება. უსაშველოდ გენატრება ყველა და ყველაფერი შენეული, მშობლიური და მერე დიდხანს, მთელი აქ ყოფნის მანძილზე ეს მონატრება გტანჯავს, განგრევს და განადგურებს, დაუნდობლად და შეუბრალებლად. უყურებ მათ უზრუნველ, მხიარულ, აზრიან ცხოვრებას და ტკივილამდე მეწოდება და მენანება ჩემი ერთ დროს, ასე ლაღი და ამაყი ქართველი ხალხი, დაცლილი, გაპარტახებული სოფლები, დაბეჭავებული ადამიანები, მოხუცები, არქონობისაგან დათრგუნული ხალხი, ლუკმაპურისთვის საიდან სად გადმოხვეწილი დედები, მამები, შვილები.
მე და ათასობით, 10,000-ობით, მილიონობით ქართველმა დავკარგეთ სამშობლო თუ სამშობლომ დავკარგა ჩვენ. ბოლოს რომ ვიყავი, ლამის უცხოდ გრძნობდი თავს. თითქოს ზედმეტი ვიყავი იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ადგილი არსად იყო თითქოს. რაღაც მომენტში იმაშიც კი დავიჭირე თავი, გული აქეთ მომიწევდა. ამ უცხო ქვეყნისაკენ, რომელმაც მიმიღო და შემიფარა მე, სრულიად უცხო. საკუთარ სამშობლოში ყოველდღიური ყოფილი საზრუნავით ღირსება დაკარგული და დამცირებული. მერე რა, რომ ცხოვრება ასე ხანმოკლეა და შენი ნებით გადაწყვიტეს, ვარაკაც შეეწირო მას. მერე რა, რომ ეს წლები დაკარგული წლებია, დაკარგული ოცნებები, დაკარგული ახალგაზრდობა, დაკარგული ჯანმრთელობა. მერე რა, რომ 80-დან 100 წლამდე მოხუცის ცხოვრებით ცხოვრობდა, მის ყველა სურვილს თუ კაპრიზს უსიტყვო დასრულებ. მერე რა, რომ უშენოდ ქალიშვილდებიან და ვაჟკაცდებიან შვილები, იბადებიან და იზრდებიან პატარები. მერე რა, რომ დარჩენილი ცხოვრება წარედ გაგტანჯავს სინანული იმისა, რომ საჭირო დროს საყვარელი ადამიანის გვერდით არ იყავი. გენატრება ყველა და ყველაფერი მშობლიური, ახლობელი, ადამიანური, შენეული. გენატრება ყველაზე მთავარი და ასე ნეტარი, თავისუფლება. აი ეს არის ჩემი იტალიური ოჯახი, სადაც უკვე 3 წელია ვცხოვრობ და მუშაობ, რა თქმა უნდა. დილის 8 საათიდან მე უკვე 9:30-დან თითქმის ყოველთვის ფეხზე ვარ, ჯერ მე თვითონ მოვწესრიგდები, შემდეგ ორივე ვეხმარები. საღამოს 9:00-ის შემდეგ ისვენებენ კიდე 9 საათისკენ მიდიან დასაძინებლად და 9 საათის შემდეგ მეც თავისუფალი ვარ, ასე თქვა. მე არ მაქვს ჩემი საკუთარი ოთახი, სადაც აი შედიხარ და უკვე რაღაც შენეულად და შენებურად ჩემი სამყარო გაქვს. და ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი, მაგრამ უძლებს რა თქმა უნდა, ამეთში რომ გვეცადეთ ჩემი საძინებელი დივანი, რომელსაც გავშლი. საღამოს დილით ავკეთო და ასე ვარ. 24 საათის განმავლობაში მუშაობ, ანუ გამოსასვლელი დღე არ მაქვს. მაქვს მხოლოდ ყოველდღიურად 2-3 საათი, რომელიც ასე ვთქვათ საკმარისია ჩემთვის, რადგან გავდივარ ნახულობ მეგობრებს, ხსებით, გასხდებით, ყავას დავლეთ, ან გავიწერილებ რაღაცა. ამდენად არ ვგრძნობ ისე, უფრო ალბათ იმიტომ, რომ სიტუაციაც ჩვენს ამ გარემოში, სადაც ვარ, არ არის ისეთი რთული და გავსაძლი სიტუაცია. წინასწარ შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდება, ვერ გაძლებ უბრალოდ, რომ აი გამოუსვლელად იმუშავო. და ასე გრძელდება ყოველ დღე, თითქმის ყველა დღე ერთმანეთს გავს, განსაკუთრებული, არასოდეს არაფერი არ ხდება. ყოველ დღე ერთნაირია, უფერული ძალიან, აი რომ დავფიქრდები, გონია რომ ეს ყველაფერი აქ გატარებული წლები ნაცრისფრად ჩნდება ჩემს წარმოდგენაში, რაღაც აი ნაცრისფერი რო ადევს რაღაცას, ასეთნაირად არის. ოღონდ იცოცხლა გქონდეს სამუშაო. ჩემი განაწყვეტილება, რომ აი მე იტალიაში წამოსულიყავი განაპირობა ეკონომიურმა პირობებმა. ეს მოხდა 8 წლის წინ, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ და თავს ხმად წვიმაში, რომ აი ჭიშკართან კიბეზე აბუზულები დავტოვე, ეს იყო საშინელი ტრაგედია ყველა დედისთვის. ეხლა სკაიპში ურეკავ მე თითქმის ყოველდღე ჩემი შვილებს ველაპარაკები, მაგრამ ამჯერად ჩემი შვილები არიან. ორივე უკვე დიდი კაცები არიან. რა ვიცი, ჩემი ჭკუით მე აი ვაძლევ რჩევა დავიგებდეთ თითქმის ყოველ დღე, ყოველ დილას, ყოველ საღამოს. არა მაქვს პრობლემა ოჯახშიც, ისეთ ოჯახში მუშაობ, რომ არის იმის საშუალება, რომ დაველაპარაკო ჩემს შვილებს, ამათაც იციან, რისთვის ვარ აქ ჩამოსული. ჩემი მხრიდან დარიგებებს ვაძლევ შვილებს, მაგრამ რა ვიცი, როგორ აღიქვამენ, რას აკეთებენ, იქედან მეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ უჭირთ, აი ყველაფერს კარგად აკეთებენ, მაგრამ მე რომ ვერაფერს ხედავ, მე მაინც მგონია, რომ ისინი იქ რაღაცას აშავებენ.
რა ვიცი, შვიდად მაინც არა ვარ. ჩემი შვილები მე არ მგავს, იმიტომ რომ მე ვერ გავზარდ. მე ვერ ვასწავლი, აი რაც მე მქონდა ბუნებაში ჩემ შვილებს ის ყველაფერი აკლიათ, ის დედა აკლიათ, სითბო აკლიათ. ასე მგონია აღარ გჭირდები და მარტო ფული გჭირდებათ. რა ვიცი, გაცივდა გული, ალბათ ასე ვიტყოდი. შვენიერ დღეს უბრალოდ აი კონტროლზე მივედი, ჩემი მეგობარი მარხდა და მივედი კონტროლზე, რაღაც საკუთარი თავს ვერ შევატყვე რაღაც და მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა. აი ეს იყო სასწაული რაღაცა, ვიფიქრე რომ აი ჩემთვის თუ დამთავრდება მაგას არ, მაგრამ ვიფიქრე რომ აი ჩემი შვილებისთვის ყველაფერი დამთავრდა და წამოვედი იტალიაში იმისთვის რომ არის რაღაც შემექმნა, რაღაც გამეკეთებია და ბავშვები ქუჩაში დამჭა. მაგრამ ოჯახი სადაც მუშაობდი დამეხმარა ყველა ანალიზი, ყველა ექიმთან ვიზიტი, ყველაფერი ყველგან დამყვებოდა. ეს მოხდა 7 წლის წინ და ეს მზრუნველობა იმ ოჯახიდან და იმ ქალბატონიდან დღესაც გრძელდება, იმიტომ რომ დღესაც მკურნალობ, ყოველ ორ კვირაში ვიკეთებ გადასხმებს, ქიმიოთერაპიები დავამთავრე, გამოვიარე რომ მიტყვიან ჯოჯოხეთი, რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, არა მარტო ერთი. ისე ცოცხალი ვარ და შემიძლია კიდევ რაღაცა გავაკეთო, რაღაცა შევქმნა ჩემი შვილებისთვის. ქალბატონმა ჩვენთან გაიკეთა მკერდის ოპერაცია. შემდეგ გაიკეთა ქიმიოთერაპია, შემდეგ ჰორმონალური თერაპია, ანუ ჩაიტარა სერიოზულად დატვირთული მკურნალობის კურსი. მან ძალიან იყო ჩახა და ეს ყველაფერი გაიკეთა. აქ როგორც მას, ისე სხვა ქართველებსაც მკურნალობთ. ამ მომენტისათვის კიდევ ყავს 1 თუ 2 პაციენტი. მაგრამ წლების მანძილზე ვუმკურნალეთ რამოდენიმე ქართველს. ზუსტ რაოდენობას ამ მომენტისათვის ვერ მოგახსენებთ. ამდენი წლები იტალიაში მე ვარ უყოფილიყავი და ეს დაავადება მე საქართველოში მქონოდა, მე ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. მე აქ უფასოდ მკურნალობენ. რა ვიცი, იტალიამ სიცოცხლე შემინარჩუნა. და ჩემ შვილებს დედა კიდევ ყავთ. მე გაიარა თვეებმა, წლებმა, ამ მკურნალობაში, ამ მუშაობაში და რა ვიცი, დღემდე მოვედი ისე ეხლაც რა ვიცი, ეხლაც მჭირდება მკურნალობა, მაგრამ მაინც მუშაობ, რა ზოგჯერ ვიფიქრებ ხოლმე, რომ აი გამაყუჩებლებსაც უკვე ტკივილებიც დამეწყობ და ვფიქრობ, რომ წავალ ჩემთან, ჩემ სახლში, ახლა სახლი მაქვს, კარი მაქვს, გამოვიხსენი როგორც იქნა ბანკიდან და უკვე ჩემია და ჩემი შვილებისა. მაგრამ აი რო წავიდე იქ რა გავაკეთო? აი რით ვიარსებო ან მე, ან ჩემმა შვილებმა რით უნდა იარსებო? როცა ქუჩაში გავდივარ და დასვენების დღე მაქვს, ჩემთვის დასვენების დღე არ არსებობს, იმ დღეებშიც დალაგებაზე დავდივარ სხვადასხვა ოჯახებში. ვფიქრობ, აი როდემდე ეს კითხვა სულ ვსვამ, ყოველ დილას გავიღვიძებ როდემდე, საღამოს დაღამდება როდემდე, აი ვის სახლში ვიღვიძებ, როდემდე უნდა მეზინოს სხვის სახლში. კი, ყველა კითხვაზე ვცემ საკუთარ თავს პასუხს, მაგრამ ამ კითხვის პასუხი ჯერ ვერ ვიპოვე. დილას რომ გავიღვიძებ და სადაც ძინავს აი იმ ოთახში, ფანჯრის წინ არის აი დიდი მაღალი ხე და ამ ხეზე მოფრინდება კათება ერთი დილა და აი ტვინი წაიღო ჭიჭიკებს უაზროთ ჭიჭიკებს ეს ჭიკი მოფრინდა. ახლა მეორე დღეს კიდე და ცოტა შიშმაც შემიყრო, იმიტომ რომ აი ძველები, ბებიები, ჩვენ ბებიები ასე ამბობდნენ, აი ჭიკიო და ჭიკიკებსო თავზე, აი ცუდი ამბავი მოაკვდა. აი ლამის სისხლი გამეყინა, მეთქი რა ამბავი მოაქვს ახლა ამ ჭიკს, ჩემთან რა ამბავს მიყვება მეთქი. არიქა ტელეფონზე გადავეკე ხო არის ყველა ცოცხლები და წერე პატარა ლექსი. ეს ფანჯრის ჩარჩო სულ მარტოდ მარტო რომელიც მართობს. ამ სარკმელიდან გიცქერით ყველას და ძლიერ მათგმო. მე ყოველ დილით ფანჯარას მომზერ. იმედიანად გავყურებ შარას, თითქოს აქ ვიდმე ჩემი შვილების მომიცემ სულებს ამბავს. იქნებ ეს ჭიკი, ახლა ხომზის.
და დამტრიალებს თავზე, ეგ ის მოდის საქართველოდან და აქ მიყვება ამბებს. რაც უდია რომ ვერ გებულობ ჭიჭიკა ენას ფრინველებისას, ის მხოლოდ უსტვენს ხალისიანად დადარც მავიწყებს მწუხარების. შემოიგრიჯა ტანზე ბუმბული, ისევ და ისევ აგრძელებს ტვენას, ბრუნავს, ტრიალებს საღელვებული და არმანებებს მზერას. რაც უნდა მითხრა, ჭიჭიკი, როგორ გგონია, არ ვიცი განა, ჩემი შვილები, რომ სულ მარტონი მიუსაფარნი არიან ეხლა, რომ გადაიფრენ ამ მშვენიერებს და გადაული საქართველოს მთებს, იქნებ ჩემ შვილებს, მათაც ჭიჭიკით მიუცუნცულებ დედიკოს ამბებს, პატარა ჭიჭი ისევ გაფრინდა, ის გადაილის ცხრამფას. ეგებ ვინ იცის, ვით კურიერი იქ რომ ჩემ შვილებს მიუტანს ამბავს, ისევ დავრჩი, მე მარტო, ჭიტების მიღმა, შვილების მიღმა და მოლოდინში კლავ კურიერის გამიქენდება ჭიჭიკით დილა. მე უსურვებდი ჩემს ქვეყანას, ჩემს შვილებს, ჩემს ხალხს, რომ საკუთარ მიწაზე დაბირებული. მე ვარ ემიგრანტი დედა, 3 შვილის, რომელმაც გადაწყვიტა ასეთი ნაბიჯი გადაედგა, მიეტოვებინა ოჯახი, მიეტოვებინა სახლის კერა და გამხდარიყო ოჯახის მარჩენავი, ასე რომ ვთქვათ. მაშინ ჩემი პატარა გოგო მარიამი 3 წლის იყო და ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია, როცა ძუძუს მოვწვიდე და წამოვედი. ეგ ვინმე გამიმტყუნოს და მითხრას, რომ 3 წლის შვილი როგორ მოიწვიდე ძუძუს აჭმევდი და დატოვე. მეტი საშველი რომ არ იყო რა უნდა მექნა. უცხო ქვეყანაში ჩამოსული ემიგრანტი ყოველთვის ცდილობს არ დარჩე უმუშევარი. აქ უმუშევრობა ჯოჯოხეთის ტოლფასია. მარტო შენ თავზე არ აგებ პასუხს უმუშევრობის დროს. პირველი ხომ შენც გჭირდება ელემენტარული პირობები, რომ იკვებო, ბინისქირა გადაიხადო და მეორე, ოჯახი. შენ ზურგს უკან მარტო შენ კი არ ხარ. მთელი ოჯახი, შვილები, რომლებიც შენგან გროშებს ელოდებიან, ასე ვთქვათ. აქაური ოჯახებიც თვითონ სადაც შედიხარ, აი შენ უნდა მოირგო, უნდა თუ გინდა იმსახური თუ არა და წადი, ხო? ეს სამსახური იყო უძნელესი სამსახური, სადაც დავიწყე მუშაობა. 2 მოხუცებული, 1 ალცჰაიმერი ქალბატონი და მეორე მოხუცი, მისი მეუღლე, ჩავარდნილი რა, ასე რომ ვთქვათ, ჩაწოლილი ბაბუა. ეს ვიდეო, რომელიც მე გადავიღე, არავის ძალდატანებით არ გადამიღია, გადავიღე მე ჩემი სურვილისამებრ, რადგან მინდოდა მეჩვენებინა იმ ადამიანებისთვისაც, თუნდაც ჩემი ოჯახი იყოს, ვისაც არ ჯერავს, რომ აქ საზღვარგარეთ თითქოს და ჰაერიდან წვივა ფულები და ჰარი-ჰარარეზე ვმუშაობთ, დროს ვატარებთ, კაფე-ბარებს ხურავთ, კეიფით, დროს დარებით და უფრო მეტად აი ასე ვერთობით ქუჩა-ქუჩა. არ არის ხალხო ეს ასე. იმისთვის დავამთავრე უნივერსიტეტი, რომ იმისთვის ვიმუშავე მასწავლებლად, იმისთვის გავწიე იმ ხელას შრომა, დღე-დღე წიგნები თავქვე შემოდებული, რომ ასეთი სამსახური მქონოდა, ანუ დიპლომის გარეშე ასეთ საქმეს განა ვერ გავაკეთებდი, ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო, ჩვენი ქართველი დედებისა. ყოველთვის რაც გულს მიკლავს ის არის, რომ მარიამმა არ იცის მე როგორი დედა ვიყავი. ეს არის ჩემი ტკივილი, იმიტომ რომ ისინი უფრო დიდები, უფრო მოზრდილები, მოციფულები, ელემენტარული აქ ყავდა ჩამოყვანილი, მაშინ მეუბნება რაღაც რომ მოვამზადეთ ქართული კერძი და ყოველთვის ვცდილობ როცა ჩამოვრო სულ ქართული ტრადიციით და ქართული კერძებით, აი ჩვენი რაც არის ეროვნული იმით გამომასპინდეთ და ასე მეუბნება, მე დედიკო, შენ რა კარგი კერძის კეთება გცოდნიაო, შენი შვილი შენ ვერ ცნობს, შენ როგორი დედა ხარ, აკლია შენი სიტყვა, შენი ალერსი. თავიდან სანამ ჩამოვიდოდი აქეთ იტალიაში დედასთან, ძალიან სუბუქი შრომა მეგონა და სანამ სხვა არ დაინახოს რა შრომა უწევთ აქ, ვერავინ ვერ მიხვდება, რომ რაღაც სასტიკი რაღაცა აქვს მისჯილი, ემიგრანტო ყველაზე ცუდიანი ჩემი აზრით და რო ჩამოვიდი ეს იყო რაღაცა, კარგი იყო დედასთან შეხვედრა, მაგრამ ძალიან სასტიკი შრომა უწევთ მათ აქ. 2 წელი და 6 თვე იყო გასული, რაც მე პირველად ჩავბრუნდი საქართველოში და იცით ხალხო, აი რა გამახსენდა, როდესაც თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი ჩავდგი, ის ჰაერი შევისუნთქე არანორმალურად, რასაც ქართული ჰაერი ქვია, ქართული ნამერის სიოქვია იმ შუაღამეს, ეს იყო აუტანელი სიხარული, რომელიც არ ვიცი, ახლაც რა მემართებოდა
მაშინ გამახსენდა დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები ხალხო იცი რა აი ასე რომ ამბობს 4 წელიწადი იყო რაც მე ჩემს ქვეყანას მოვშორდი და უცხო ქვეყანაში წავედი იცი მკითხველო ეს 4 წელიწადი რა 4 წელიწადი აი მე ვფიქრობდი სულ ღმერთო 2 წელი და 6 თვე ვინ იცის ეს 2 წელი და 6 თვე ეს 3 წელიწადი როგორი ტანჯვის წამების ხშირად კიდევაც კმაყოფილების იმდენად რამდენადაც იციო ამ შენი შრომით ვიღაცას რაღაცას უწილადებ შეშვილებს ეხმარები ვერჩინო დამყრებოდა ტანსაცმელი, საჭმელი, რასაც დედა ეხლა უზრუნველყოფს და რა თქმა უნდა დედა ყოფილიყო ჩემს გვერდით, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ყველაზე საოცარი რამ, როცა მე დედასთან ერთად გავიცოდებოდი. 10 წელი ხო ცოტა არ არის დედა რა ოჯახს მოწდება 10 წელი იმ ოჯახისთვისაც სადაც დედას არ დაიძახებენ ხო ეს 10 კი არა ეს 100 წლიანი უბსკრულია ამ უბსკრს ვერავინ და ვერაფერი ვერ ამოავსებს ხო დედა ჩემი რომ ჩემთან ყოფილიყო მაინც სულცხანაირად დაღვიზრდებოდი და მაინც ნუ დედაშვილის სიტყვა უფრო იქნებოდა ჩვენ შორის ზოგიერთ ახალგაზრდას სამარცხვინოდ მიაჩნია დედა ემიგრანტი როყავს. მე არ მიმაჩნია სამარცხვინოდ იყო ემიგრანტი დედა თუ პატიოსნად შრომობ. და აი იმ შენს სიმწრით ნაშრომ ხელფას შენს ოჯახ მოახმარ ამაყად უნდა ირო. მე ყველა ემიგრანტის შვილს ვთხოვ ერთ რაღაცას ხო დაუფასეთ ამაგი. იყავით ამაყები. ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტები და იფიქრეთ იმაზეც რომ სადღაც თქვენსგან შორს ერთი დედა, მეორე, მესამე და რამდენიმე ათეულათასობით დედა ქართველი კალი ფუძეს და საკუთარ კერიას მოცილებული ისევ თქვენზე ზრუნავს. თქვენზე ფიქრში რამდენი ცრემლი გადმოგვიგდია. ვინ იცის ხვალინდელი დღე ჩვენი როგორი იქნება და ამიტომ ერთი ტკბილი სიტყვა თქვენგანაც ძალიან დიდი მალა მოიქნება ჩვენი გაჭირვებული გულებისათვის. მე გთხოვთ ყველას იყავით იარეთ ამაყად წელში გამართულები მოეფერეთ მოისიყვარულეთ ამ ემიგრანტ დედებს ნუ დაუცდით ნურას რომ შოდის მოგიკითხავს დედა ვალდებული ხარ შენ მოიკითხო ის დედა ერთია ოჯახის წევრი 5 6 7 და ასე შემდეგ ხომ უთვალავი ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და ყოველთვის გჯეროდეთ რასაც დედა მაგალითს მოგცემთ ეს არის გმირობის ტოლფასი და მიაჩვიეთ თქვენს ბრძოლას ვინ იცით ცხოვრება რას როგორ და საიდან რას მოგვიტანს Sono un operatore sanitario. მე ვარ ჯანდაცვის მუშაკი. Da circa 15 anni. Di 15 წელია ხელმძღვანელობ ამბულატორიას, რომელიც ემსახურება უცხოელებს. Abbiamo attivato un ambulatorio insieme ამბულატორია გავხსენით არასამთავრობო ორგანიზაცია Caritasთან ერთად. Si chiama Caritas. ვინც აქ მუშაობს, არიან ჯანდაცვის მუშაკები, როგორც მოხალისეები, ისე დაქირავებული. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია კულტურათა შორის მედიატორები, ანუ თარჯიმნების არსებობა ჩვენთან. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი თვითონ გამოიარეს თავის თავზე და აქვთ ემიგრაციაში ყოფნის დიდი გამოცდილება. იმას, ვისაც არ გააჩნია საბუთი, ძირითადად აქვთ ორი ტიპის უფლება. კურნალობის უფლება და სწავლის უფლება ბავშვებისათვის. მე ვმუშაობ თარჯიმნად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და რუმინეთი, პოლონეთი, ბულგარეთიდან ჩამოსულთათვის. ბულგარეთიდან და პოლონეთიდან მიგრაცია ნაკლებია. ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირიდან კი ძალიან ბევრი ადამიანია ჩამოსული. განსაკუთრებით უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდავეთიდან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს ქვეყნებში დამოუკიდებლად ცხოვრება არც თუ ისე იოლია. ნორმალური და პატიოსანი ადამიანისთვის ცხოვრება მეტად ძნელია. იმიტომ რომ რთულია სამსახურის შოვნა, ხელფასის ქონა, შვილების გაზრდა და ოჯახის შენახვა. დავგრძნობ, რა დიდი სიმძიმე დააწვა
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ქალებს. ეს გავს იმას, როცა ომის დროს მამაკაცები წავიდნენ ომში და ქალი დარჩა ყველგან. სახლში, ბავშვებთან, ქალი დარჩა ქარხანაშიც, ქალი იყო მიწის მუშაც, დარჩა სკოლებშიც, საავადმყოფოებშიც, მშენებლობებზე. ანუ ქალი ამაგრებდა ქვეყანას. ახლა სხვა სიტუაციაა და ცხოვრება სხვაგვარად წავიდა. მაგრამ სიმძიმე ისევ ქალის მხრებზე დარჩა. ქალმა უნდა შეინახოს მთელი ოჯახი, ბავშვები და სამწუხაროდ ქმარიც. რატომ ვამბობ სამწუხაროდ? იმიტომ რომ ჩემთვის სამწუხაროა უყურო მამაკაც ჯანმრთელს, ჭკვიანს, კარგად აღზრდილს, განათლებულს, რომელსაც არ შეუძლია სამსახურის შოვნა და უნდა ელოდოს ცოლის შემოსავალს. ეს მამაკაცისათვის დამამცირებელია. ხშირად ვფიქრობ, ასე რატომ ხდება? რატომ უნდა წასულიყვნენ თავიანთი სახლებიდან სულით, გულით და გონებით მდიდარი ადამიანები? ყველა ეს ნიჭიერი და განათლებული ადამიანი რატომ უნდა მიდიოდეს მოხუცების მოსავლელად? მე ვიცნობ ძალიან ბევრს ექიმებს, ინჟინრებს, მასწავლებლებს, ექთმებს, მუსიკოსებს. ასევე ვიცნობ რეჟისორსა და ჟურნალისტს, არქიტექტორს, მოქანდაკეს, მომღერალსაც, რომლებიც იძულებული გახდნენ წასულიყვნენ მოსამსახურეებად. იმისთვის, რომ თავიანთ ოჯახებს დაეხმარონ მატერიალურად. ამავე დროს ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ სჭირდება ეს ხალხი ჩვენს ქვეყნებს? რატომ ჩანს ისე, რომ თითქოს არაფერი ხდება? ეგ როგორ? ვინ ოცნებობს ბავშვობიდან გახდეს მოსამსახურე? მე ვფიქრობ, რომ არავინ. ვისი მშობლები ოცნებობდნენ, რომ მათი შვილები გამხდარიყვნენ მოსამსახურეები? მე ვფიქრობ, რომ არავისი. რატომ უნდა მიეჩვიოს 20-25 წლის ბიჭი ქურდობას? და სამწუხაროა ხედავდე მას ციხეში. მტკივნეულია უყურო მის ცოლსა და შვილს ციხის კარებთან. როგორი გაიზრდება ეს ბავშვი? მე ვოცნებობ, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენ სახლებში, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ არ ვეძებდეთ ლუკმაპურს. იმიტომ რომ ლუკმაპურის ძებნაში ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ის ღირებულებები, რითაც მთელ სამყარო შურდა ჩვენი. და იმედი მაქვს და ვოცნებობ, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდება. და ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენს ხალხს შეუძლია მთების გადადგმა. ჩვენი ხალხი ლამაზია სულით, გულით, ფიქრით, რწმენით, ადამიანებთან დამოკიდებულებით. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ერი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა ერის მოსამსახურე. ხანდახან მეჩვენება, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინ გამოასწორებდნენ მდგომარეობას. ამ ქალაქში გვაქვს მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც დადიან ყველანი.
უკრაინელები, მოლდაველები, ქართველები, რუსები, ბულგარელები. ამ ეკლესიაში არის სიყვარული. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ ერთმანეთისგან ვგრძნობთ მხარდაჭერას. ჩვენ შორის არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ეროვნებისა. როგორც თარჯიმანი და როგორც კულტურათა შორის მედიატორი, მე ვმუშაობ სხვადასხვა ადგილებში. კლინიკებში, საავადმყოფოებში, მუნიციპალიტეტში, ციხეზე, სასამართლოში, ნარკოდისპანსერში. სწორედ ნარკოდისპანსერზე მინდა ვისაუბრო რამდენიმე სიტყვით. Я никогда не думала, что я буду მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ვიმუშავებდი ასეთ ადგილზე. Я очень много მე ძალიან ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში, ჩემს პრინციპებში, ჩემს წარმოდგენებში ამ ადამიანებზე. Встречаю много наших людей. აქ ვხვდები ჩვენი ქვეყნის ბევრ წარმომადგენელს. ძირითადად მამაკაცებს 25 წლიდან 60 წლამდე. Дальше до 60 лет. არც ისეთი ბავშვია ყოფილი ვარ ახლა რომ არ იქშევსდი. ზუსტად არ იყო მაგალითად. აი უბრალოდ მენტალობაც იყო ისეთი რომ ვიზდებდოთ რომ ყველაფერს ერთმანეთს მოდა ყველაფერი. ეს უნდა ეს 2003-ში არ ვიკითხებოდა არავინ არაფერს, არ მოწოდებს შეტანდა ჩაუდებით სამალი გუშ. ჩაუდებით სამალი გუშ. ადამიანებს სამწარ აქვს სამალი დაგეთებული და დღესაც ის ხალხი. აგერ ყველ მე-9 წელიწადია, მე-8 წელიწადია. არ მოგკეთებია სამალს. სხვა დანაშაული ქონდა. იმ დანაშაულზე არავის არ დაუცდია, მისთვის ჩაუდო სამალი გუშ. სხვა რაღაცას მიაყოლა იმას. უკვე სამალზე სიჯდა. უკვე ნარკომანია, ხო? არა, ნარკომანი, მისი ბიოგრაფია. ნარკომანები ჩვენ არც ერთი არ ვიყავით. ვინც უჩიქით საქართველოში 24,000 კაციდან 20,000 ნარკომანიაზე ის. 2,000 კაცსაც ვერ ამოვარჩევდი ნარკომანს, იცი? მაგ ხელოვნურად შექმნეს ნარკომანები. ამატყობები და ნარკომანები ხელოვნურად გახარეს ხალხი. შეგნებულად ხდება ყველაფერი. ნუ მოხმარებლებმა. ჩვენ აუბრალოდ აკეთებენ ყველაფერს. მაგრამ კიდევ სახელმწიფო თუ არ მიცა ნარკოტიკის გამსაღებელს გზა და სახელმწიფოში ნარკოტიკის საერთოდ არ იქნება. ამის გამსაღებლები მაგ ადამიანებს თქვას აღარ ჭირდებათ. ისე დაწყებილები რომ ვერ აღწევენ სიბერემდე. მაგრამ საქართველოში სასწაული მოხდა. ის ნარკოტიკი რომელსაც წყლობით ვერ ეხმოდა ადამიანი და არ კვდებოდა წაართვეს და იმ არის სასწაულ რაღაცებს იკეთებენ ახლა დღეს ხო წარმოუდგენელია წარმოუდგენია იმ არის სასწაულ რაღაცებს ის საერთოდ არ არის ნარკოტიკი არ არის ნარკოტიკი ის აი რასაც ჩვენ ნარკოტიკს ვძახით და რასაც ჩვენ აი ვძახით ბორბს რადგან ადამიანები რეგულირებენ კაიფს არ არის ბავშვების საერთოდ ადებილებს და წინდა უგანდადეს საწოდო ამკი აი რა იყოს ის ძველი ჯგუფი რაც იყო ადრე ნარკოტიკი ოპიუმი ჯგუფს უძახით არც უკან დადიოდა ვერ სამჩნევდი ადამიანს და ნორმალურადაც იყო კითხასაც ცოცხლობდა და ნატურალურ პროდუქტს მიიღებდა ადამიანი დღეს რა არის სასწაულია რაღაც ერთი გაკეთებაც კი შეუძლია ისურთით დამართოს ადამიანს და დააგდოს წაართოს თელი ცხოვრება ამიტომ არის ხელმისაწვდომი თუ გაიც ადამიანს უნდა თანებება და დაწერვა უდგენლად გადააგდოს მეტადოლის პროგრამა რომელიც იტალიაში გამართლად გამართლებული არის მაგრამ საქართველოში არ გაამართლებს არასდროს იმიტომ არ გაამართლებს საქართველოში რომ საქართველოში ფულს ეთხოვენ და ნარკომანს $300 არ აქვს ნარკომანია არის უსაშინლესი სცენი ყოველთვის მარტო იმ ადამიანის და მისი ოჯახისთვის ისეთი ადამიანი დიდი კივილია ამიტომ ყველას უჩვენო
თავიდან ერთხელაც არ გაიკეთოს. სრულიად თავდანებებული არასდროს არ მინახია. სრულიად თავიდან ვინმე. მას და ყველას უსურვებ, მარტო ჩემ ოჯახს კი არა, ჯანმრთელობას და ჯანმრთელ ცხოვრებას. თავარია სპორტი და წინსვლა. სოფლიო ერუზვის. ჩემო შვილობა რატო გაიგეთოს? რატო გამოდიხმავს? ვინ დაამრავლა ამ პატარა საქართველოში ამდენი ნარკოტიკი, რომ მამაკაცების მთელმა თაობამ ქვეყანა დატოვა. იმიტომ რომ ისინი შეიძლება დააპატიმრონ იმისთვის, რომ ავად არიან. რატომ არ ეხმარებიან მათ? რატომ არ მოძებნიან იმას, ვისაც ხელს აძლევდა ამ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანა? ეს ხალხი გახადა წამალზე დამოკიდებული და აიღო ფული. და ის დარწმუნებულია, რომ რითაც ის დღეს ფულს შოულობს, ხვალ მისი საყვარელი შვილი ან საყვარელი შვილიშვილი არ იყიდის და არ მოიხმარს ამას. ეს უბედურება, ეს არ არის ბიზნესი. ბიზნესია პურის გამოცხობა, ხაჭაპურის გამოცხობა, სიმღერის შექმნა, ფილმის გადაღება და გაახარო ხალხი. აი ეს არის ბიზნესი. 16 წელია, რაც მე ჩემს ოჯახთან ერთად იტალიაში ვიმყოფები. ნაცნობებმა მირჩიეს პატარა მაღაზიის გახსნა. ჩვენ უკვე გვაქვს ქართული საქონელი, ხმელი სუნელი, საფერავი, ნატახტარი, ქართული აჯიკა. ცოტა ყველაფერი გვაქვს. ქართული, მოლდავური, რუსული, უკრაინული, ესტონური, პოლონური. ქართველები როცა შემოდიან მაღაზიაში ამბობენ, ჩვენს პატარა სამშობლოში მოვდივართ. გამარჯობა. Come va? Come vive? Bene, bene. Non c'è malino. Voi state bene? Sì, sì, sì. Bene. Что самое главное, сегодня очень... ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. Нам очень приятно, что ваш... მოლდაველები და განსაკუთრებით ქართველები ძალიან თანაუგრძნობენ. Потому что они пережили Абхазию. იმიტომ რომ მათ გამოსცადეს აფხაზეთის ომი. ჩვენთან ერთად შეშთხოვენ უფალს, რომ ომი დამთავრდეს, რათა ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ. ერთად დავდივართ ეკლესიაში, ერთმანეთს ვპატიჟებთ დღესასწაულებზე, ისე როგორც კარგ დროს იყო. ვიყვარს ერთმანეთი. პატივს ვცემთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ასე ინება უფალმა. ჩვენც ასევე ვიქცევით. ვასრულებთ უფლისნებას, ვცხოვრობთ ადამიანურად. Sia santificato il tuo nome, venga il tuo regno, sia fatta la tua volontà, come in cielo così in terra. Dacci oggi il nostro pane quotidiano e rimetti a noi i nostri debiti, come noi rimettiamo ai nostri debitori. E non ci indurre in tentazione, ma liberaci. ვარ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გულისთვის მოვითმინოთ და ავიტანოთ ეს პირობები და ღმერთს ვეხვეწები რომ მოვიდეს ისეთი დრო რომ საქართველოში დავბრუნდეთ. ჩემმა ეკლესიამ დიდი ხანია დაიწყო ქართველების მიღება, დაახლოებით 12-13 წელი. ქართველების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ვფიქრობ ამ დროისათვის რეჯოში რამდენიმე ათასი ქართველი ცხოვრობს. რეჯო თვალწვდები მესამე ქალაქია იტალიაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველია. რა თქმა უნდა, უმეტესი ნაწილი მუშაობს როგორც მომვლელი. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან პასუხისმგებლიანი და დაფასებულები არიან. გასაგებია, რომ ყველას უნდა ახლოს ჰყავდეს თავისი ქმარი და შვილები. მაგრამ ეს განსაკუთრებული პრობლემაა მამაკაცებისთვის. იმიტომ რომ ძალიან ძნელია მათთვის სამსახურის მოძებნა. ამიტომ ისინი მიდრეკილნი არიან
კრიმინალური და უკანონო ცდუნებისაკენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხება ყმაწვილებს, რომლებიც აქ ჩამოდიან ტურისტული ვიზით. საბოლოოდ კი ცხოვრობენ უკანონოდ და უსაბუთოდ. არ სწავლობენ ენას და არ იციან რა გააკეთონ. მათთვის აქ ცხოვრებას აზრი ეკარგება. ამიტომ აქ წამოსვლამდე უნდა შეიმუშაონ და გააცნობიერონ თავიანთი მიზნები. ჩვენ არც კი ვიცოდით კარგად სად იყო საქართველო. ახლა უკვე ვიცით და ვიცნობთ. მე პირადად ვისწავლე რამდენიმე ქალაქის დასახელება. ქუთაისი, რუსთავი, თელავი, რა თქმა უნდა დედაქალაქი თბილისი და ასევე გორი, რომელსაც მსოფლიო დატვირთვა აქვს. 2009 წლის იანვრიდან დაიწყო მუშაობა. აქ რა თქმა უნდა მომყვანა ქალბატონმა მარია გეარაბისკოტიმ და საერთოდ ჩამოსვლის დღიდანვე თავიდანვე როცა მის ოჯახში მუშაობდი, მითხრა მადონა შენ სანამ იტალიაში იქნები ჩემ გვერდით და მე არსად არ გაგიშვებოდა, მართლაც დღემდე ეს 12 წელი ასე გრძელდება. ეს სასადილო არსებობს შემოწირულობების ხარჯზე, ძირითადად ეხმარება ეკლესია, ეხმარება ქალაქის მერია და კერძო სექტორები. აქ ძირითადად შემოდიან ჩამოსული ემიგრანტები, ეს იქნება აფრიკის ქვეყნებისგან, ჩინელები, პაკისტანელები, შემოდიან ინდოელებიც, უკრაინელებით, რაოდენობით, ალბანელები, რუმინელები და რა თქმა უნდა ქართველებიც. დასაწყისში იყო 40-50 ადამიანი. მერე რაოდენობა გაიზარდა. შემოდიან, ჩვენ არ ვიტყოთ არანაირ საკუთს, ჯდებიან და ჭამობენ. ეხლა დიდი რაოდენობით შემოდიან, დაახლოებით 400 ადამიანი დღეში. დიდი საათიდან პირველის ნახევარამდე. კიდევ კარგი ყავს მადონა, რომელიც ჩვენთან მუშაობს მზარეულად უკვე 7 წელი. ძალიან გვეხმარება და მისი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყავს დაახლოებით 30-მდე მოხალისე, რომლებიც გვეხმარებიან სამზარეულოში ან ემსახურებიან ხალხს. გვაქვს ერთი მანქანა ფურგონი, რომლითაც მოგვაქვს პროდუქტები. I prodotti alimentari perché questi vengono regalati problema produttivi showna importante trovarli prima di tutto e poi dopo თავარია დავეხმაროთ ამ ხალხს questa gente idეაში მაქვს ის რომ საქართველოში გახსნა მსგავსი სასადილო უპოვრებისთვის კერძებს ქართულ ვარიაციებს უნდა ოჩებებურად ვამზადებს სოუს, აჯანსამტარს, სუპს და განსაკუთრებით კი ხაჭაპურს. ხაჭაპური ძალიან მოწონს ძირითადად მათს შეხვედრას აქ ეკლესიის მსახურები, როცა კეთდება საღამოები. აქ მყოფი ქართველები ვეცით ეხლა ჩამოსულია, რა თქმა უნდა მათმა გაიმჯობესეს და გამოიმჯობესეს ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ რამდენი წვალების, ტანჯვის, შრომის და ცნების ფასადაა ეს ყოველ დროში ნაშოვნი ძნელია ამის გადმოცემა. ძალიან ძნელია სიტყვებით ვერც გადმოცემა. ხშირად როცა მომაწვებოდა ნოსტალგია, მომაწვებოდა მონატრება, მომაწვებოდა რაღაც ისევ და დავდებოდი საკითხი და ჩემ თავს ვესაუბრებოდი, ვამხნევებდი და ამას უყურებდა ქალბატონი ეტულია, ჩემთვის უთქვამს, რომ მე წყალს და დავლევდი და ერთნაირად შევჭამდი და არ წამოვიდოდიო. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ერთ-ერთი შვილის დატოვება და ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, ჩემი გარდაცვლილი გოგონას საფლავის დატოვება, რომელიც 2 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დამეგობრა. მაგრამ ამ ნაბიჯის გადათმა გადამაწყვეტინა საქართველოში დროისათვის არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ. მე რა თქმა უნდა ყოველთვის ვაპირებ საქართველოში საბოლოო დაბრუნებას, რამდენ სწავლინდეს ვამბობ, რომ აქ მეკითხებიან სამსახურში, მაგრამ დაბრუნდები არ ვიცი. დაბრუნდები არ ვიცი. ყოველ წელს მივდივარ იმ იმედით, რომ დარჩე, მაგრამ
ჯერჯერობით მაინც ვუნდები და ვაგრძელებ ამ მუშაობას. 2002 წლიდან იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც სამსახურისთვის მოგმართა, იყვნენ ასევე ქართველებიც. წლების განმავლობაში ქართველთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. და დღეისათვის ჩვენ სიაში, რომლებსაც ჩვენ ვადგენთ, ქართველები რაოდენობრივად ყველაზე მეტნი არიან. იტალიაში იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ოჯახებში მუშაობენ 24 საათი, როგორც ოჯახის ასისტენტი, რეჯოში ასეთი სამსახურებისთვის პერსონალი მოთხოვნადია. არის სამსახურები, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმათთვის, ვინც კომპეტენტურია და ვისაც შეუძლია ამ საქმის კეთება. ეს არის ძალიან რთული საქმე, რომელიც დიდ ძალის ხმევას და მსხვერპლს მოითხოვს. იმიტომ რომ თავისუფალი დრო ძალიან მცირეა. მათ ყოველთვის და ყველაფერში ანგარიში უნდა გაუწიონ ამ ოჯახის წევრებს, სადაც მუშაობენ. მათ ავტონომია თითქმის არ აქვთ. სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა. იტალიაში აუცილებელია ასეთი ტიპის მომუშავე პერსონალი კარგად ერკვეოდეს იტალიელების წესჩვეულებებსა და ტრადიციებში. წლების განმავლობაში შევხვედრივართ ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები ასეთი სამუშაოს გამო. მაგალითად, როგორიცაა დეპრესია, ასევე ფიზიკური პრობლემები. მძიმე სამსახურის შემთხვევაში ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის აწევ-დაწევის გამო. ასევე მათ აქვთ ინტეგრაციის პრობლემები. ისინი არ ცდილობენ იტალიელებთან ინტეგრაციას. მათი ერთადერთი საფიქრალია, რაც შეიძლება მეტად დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს. რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაონ, ნაკლები დახარჯონ და შეძლების დაგვარად მალე დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ჩვენ ვერ ვეხმარებით იმათ, ვისაც არ აქვს საბუთები წესრიგში, ანუ არ აქვს მუშაობის უფლება. ამიტომ აქ ჩამოსვლა სამუშაო ნებართვის გარეშე ვფიქრობ დიდ რისკთან და საბოლოოდ მათ მიერ დიდი ვალების აღებასთანაა დაკავშირებული. 2015 წელს ჩვენ მოგმართა 750 ადამიანმა, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ. და 507 ოჯახმა, რომლებიც ეძებდნენ მოსამსახურეს. მაგრამ ამ ოჯახებიდან მხოლოდ 220-მა აიყვანა მოსამსახური. ანუ 750-დან მხოლოდ 220 დასაქმდა. გამომდინარე აქედან, კარგად ჩანს, რომ აქ მოსული ადამიანებიდან ყველას არ ეძლევა სამსახურის შოვნის საშუალება. არის ერთი სამსახური ორ პერსონასთან რეჯოს გარეთ. მე წავა. ლილი წავა, ხო? დარჩი და მე ვილაპარაკებ. დანარჩენი ყველა დროებითი სამსახური. ესეც დროებითია? არა, ეს მუდმივ. და რეჯოს გარეთაა, ხო? ხო, რეჯოს გარეთაა და ძალიან დაჭრთული სამსახური. ოჯახის წევრების 5 პერსონასთან თავდახრილი მუშაობა ადვილი არ არის, რადგან თავი უნდა დახარო და თითოეული მათი სურვილის გათვალისწინებით უნდა იმუშაო. როდესაც სკოლაში მუშაობდი, ჩემს კლასელებს ვეუბნებოდი. სამშობლოს სიყვარულის გარეშე არ არსებობს ბედნიერება. ვეუბნებოდი და მესმოდა, ვქნობდი კიდეც, მაგრამ ეხლა რომ ვქნობ, ისე არასოდეს ვიხსნია. იმასაც უყვებოდი ჩემს ახსასდელებს, რომ დადგება თუ არა შემოდგომა, მეცხრები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, რომ ზამთარი გაიტანო. მაგრამ პატარა ნიბლია, რომელმაც არ იცის გაარდნავს თუ არა ზამთარს გადარჩება, მის არსად არ მიდის, მაინც მის სამშობლოში სიკვდილი ურჩევნია,
სხვა ქვეყნებში წასვლას. უყვებოდი, მაგრამ ეს ვერც მივავაკეთე. ჩემი მეუღლე ავად გახდა, ოპერაციაც გაიკეთა და არ შეეძლო მუშაობა. ამის გამო მინდოდა ოჯახს დავხმარებოდი, შვილებს დავხმარებოდი და დავადეგი ამ გზას ჩამოვედი 2003 წელს იტალიაში. ძალიან დიდი დავკარგე სიყვარული. მართალია, ჩემი შვილები 17 წლის და 19 წლის იყვნენ ვითომ დიდები, მაგრამ დედა შვილებს ყოველ წუთში სჭირდებათ, მით უმეტეს ამ პერიოდში. ეს დავკარგე, რომელსაც ვერასოდეს ვერ შევიძენ და ვერც ვიყიდი ვერანაირი ფულით. დავკარგეთ სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და მიტომ არის, რომ ჩვენ ასეთ დღეში ვართ. საქართველოს დაიცალა, პრაქტიკულად დაიცალა. აი ამ ქალაქს მე დავარქვი ქუთაისის ფილიალი. აი ამ რეჯო ემილიას. ეს ჩემი ის არის, იმიტომ რომ სულ ქუთაისლებით არის გავსებული. რო გაივლით ვია ემილიაზე, ეს არის ცენტრალური გზა. ესე იგი, გამარჯობა, გაიმარჯოს როგორ ახარ. ავტობუსში ახვალ ქართული ლაპარაკია. ბაღში შეხვალ ქართული ლაპარაკია, მაღაზიაში შეხვალ ქართული ლაპარაკია, ქუჩაში მიდიხარ ქართულად ლაპარაკობ. გაივსო ეს ქალაქი. და ამბობენ რომ ბარშიც ასე ყოფილა თურმე და იმაში კალაბრიაშიც ასე ყოფილა. ხო, აი ასეთი ეს არის ძალიან სამწუხარო. მე ვიტყოდი ერთ რამეს რომ ნებისმიერი ემიგრანტი ქალი რომელიც წამოსულია თითოეული ქალი ყველა გმირი არის. ბუნებრივია ძალიან რთული იყო პირველი ნაბიჯები, გათვითცნობიერებული მქონდა და გააზრებული მქონდა, რა უნდა მეკეთებინა მე აქ და ფსიქოლოგიურად ამისათვის მზად ვიყავი. მაგრამ 6 თვის განმავლობაში საერთოდ ცრემლი არ შემშრობია თვალებზე. სულ ვფიქრობდი ჩემ შვილებზე, დატოვებულ ოჯახზე. მე შედარებით ძალიან კარგ სამსახურში ვარ. შედარება არ შეიძლება. ეხლა აქ ერთი მეგობარი ცხოვრობს, ოჯახთან ერთად მუშაობს. აი ეტელზე დამჯდარ ბებიას უვლის, მაგრამ არის მთელი ოჯახი. აი იმიტომ რომ მის ქალიშვილს უყვარს მისი დედა ქალი რომელიც არაზრუნებს, ამ ჩემმა მეგობარმა უნდა უმღეროს, უნდა ელაპარაკოს გათიშულ ქალს. და ეს მისმა ქალიშვილმა უნდა დაინახოს და ხანდახან რომ ვეუბნები ციცო როგორ უძლებ ამ ყველაფერს. ანუ იმას რომ გაუხარდება შენ მაშინ უნდა უმღერო ანჯოლინას. აი გიждები რა, ძალიან რთულია, ძალიან ძნელია. ჩვენ ბევრი რამე ისეთი რამის გაკეთება გვიწევს, რომ ასე ამოვნო შენს პატრონს, შენ არ გინდა, ამას აკეთებ შენი ნების საწინააღმდეგოდ. და მე ხელფასი რომელსაც გიხდიან კიდე ცდილობენ რომ არ გადაგიხადონ ის რაც შენ გეკუთვნის და შენ ეს უნდა მოითმინო ეს ყველაფერი. და მე რამდენიმე მაგალითი ვიცი რომ აი რომ მიიღო გადაწყვეტილება ქალმა დატოვოს უცხო ქვეყანა და წავიდეს მის ოჯახში, აღარ უნდა ბოლოს და ბოლოს არ ყოფნა. 4-5 წლის შემდეგ ჩამოსულა ნააკ. და ჩამოსული გაუგრძელებიათ ისე მუშაობა. იციან რა სატანურია, რა ეს არის დასჯა ადამიანის ნებაყოფლობით შენ რო ისჯი შენ თავს. და იმდენად რთულია ამის გამგები იქ ჩვენ არავინ არ აქვს. უბრალოდ ვინც ჩამოდის და გამოცდის საკუთარ თავზე მხოლოდ იმათ შეუძლიათ ამის გაგება. იქ დარჩენილებს ნაკლებად. თავიდან რო ჩამოვედი ლამაზ ბაღებში და ვარდებში და ყვავილებში ვიღებდი ხოლმე სურათებს. მე წლები რო გავიდა და ვფიქრდი რა, ხო უნდა იფიქრონ, იმათ უნდა იფიქრონ, რომ მე აი დედა რა განცხრომაში ვარ, აი რა სულ ყვავილებში ვარ და მე კიდე სუფრაზე რო დავჯდებოდით და აი სურა ვიღაცის დაბადების დღე რო იყო, სადღაც ბაღში დავჯდებოდით, ან სუფრა სად იყო, ეხა ბინა არ იყო მაშინ თავიდან არავის არ ქონდა და სადღაც ბაღში დავჯდებოდით, ვიღაც რაღაცას მოიტანდა და ასე ქუჩაში. რამდენი შვებულებით წავალ, იმის სურვილი მაქვს, რომ იქ დავრჩე და არ დაუბრუნდე უკან. და ესე იგი გათავდება თუ არა ფული, მოვიხედავ და შიშის გრძნობა მიპყრობს, ვაიმე, ახლა რა მეშველება, ახლა რა გვეშველება და ისევ მოვრბივარ აქ. და ისე საერთოდ მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს მდგომარეობას და ყველა ჩემნაირი ემიგრანტის მდგომარეობას დავარქვი ნებაყოფლობითი პატიმრობა თვის ბოლოს აღებული ხელფასით. საქართველოდან იმ რწმენით წამოვედით ახალ დაქორწინებულები, რომ გვეგონა 20 წელიწადში უკან დავბრუნდებოდით.
მაგრამ სიტუაცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც საქართველოდან ჩანდა. შვილები აქ გაჩნდნენ და წელს ჩემი შვილი სკოლაში აქ შევიდა. მე როგორც მშობელი განვიცდი, რომ ბავშვები მოკლებულები არიან საქართველოს და ნათესავებს ბებია ბაბუების სითბოს. ჩემს სითბოს მოკლებულებიც არიან ბავშვები, ძირითადად მამასთან არიან. ჩემს გარეშე არიან. მე შაბათი და კვირაც წასული ვარ, იმდენად დატვირთულია ჩემი სამუშაო დღე. ჩემი შვილები არც იტალიელები იქნებიან და როგორი ქართველები გაიზრდებიან საქართველოდან შორს. იმდენად დამღალა აქაურმა ცხოვრებამ, რომ დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს ქმარ-შვილთან ერთად საქართველოში, რომ იქ რაღაც სამსახური მელოდებოდეს. ფარმაცევტი ვარ პროფესიით და მაქვს 8 წლიანი გამოცდილება. ვახტანგ მეექვსე ერთხელ-ერთხელში სუმბული ნახა, თეთრი და წმინდა, მოთხარა, თხილა დაიღო ხელში, რომ სამარდეში მიეცაბინა, ფიქრობდა მეფე, ყვავილი მწველი, ძელ ყრონტებს გაშლის გაინავარდებს. სამბანი მისი სურნელი გადაეტვრება დიდრულ სავარდეს. ფიქრობდა, მაგრამ ვაირო ტყუილად. არის ალბუნა ყვავილს ალერსი, თავი დაახარა და მოიწყინა, როგორც ჭაბუკმა უცხო მღარეში. ბევრი ეპერა მეფემ გოსტანი, თავს დამღეროდა როგორც ბულბული, მაგრამ საამო სურნებს შოსანი, ის გახმა და დაჭკნა სუმბული. სუმბული ვიტავი ბოლვები, თამეს გამახმოთ უსხოს მანება, თუ საქართველოს ლურჯი გორები, დროზე არ ნახა ჩემა თვალება. დავჭკნები როგორც დაჭკნა სუმბული, ყევის ყვავილი ზისკენ ზირალი, და ვახტანგივით სადღაც ჩავტები, ჩემთან კვიტან დაუტირალი. შორბულ ბაღიდან განმოყვანილი, უცხო მიწაზე ვერ გამიხარებ. ვიდრე დავჭკნავა შენი ყვავილი, მომხედე ჩემო სამშობლო მხარე.